გამარჯობათ. ეხლა ვისაუბროთ მათზე, თუ ვის აქვს ფუფუნება დარჩეს ნაყიდი ბიოპრეპარატების იმედად. ბიოლოგიური დაცვის საშუალებები, მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის საშუალებებზე მაქვს საუბარი, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და არც ძალიან ეფექტური, როდესაც ისინი ნაყიდი გახლავთ. მაგრამ მათ იმედად ყოფნა შეიძლება მცირე ფართობებზე, ვთქვათ, საქართველოში საკარმი და მონაკვეთი სადღაც. თუ არ ვცდები სოფელში მცხოვრებლებისათვის სადღაც 2000 კვადრატული მეტრი იყო და ვთქვათ, საბაღე ნაკვეთებს რომ აძლევდნენ ქალაქში მცხოვრებლებს სადღაც 600 კვადრატული მეტრი. თუ ამ ხელა ფართობი გაქვთ, ასეთ შემთხვევაში ნაყიდი ბიოპრეპარატების იმედად შეიძლება იყოთ, თანაც იმ შემთხვევაში, თუ ამ პროდუქციას, სოფლის მეურნეობის პროდუქციას, მხოლოდ საკუთარი მოხმარებისათვის და საკუთარი ოჯახის მოხმარებისათვის ამზადებთ. იმიტომ რომ ბაზარში ნაყიდთან შედარებით ის იქნება ბევრად უფრო მაღალხარისხოვანი, თან იმდენად მაღალხარისხოვანი, რომ ვერანაირ ფასად იმ პროდუქციას ვერ შეიძენთ. ბიომეურნეებისაგანაც რომ იყიდოთ, იმ შემთხვევაშიც კი. ასე რომ საკუთარი მიზნებისათვის უკვე აზრი აღარ აქვს ბიოპრეპარატების გამრავლებაზე ზრუნვას, უпроსტად აზრი კი აქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შრომა ბევრად მეტი იქნება, თუ ბიოპრეპარატები საკუთარი ხელით გაამრავლეთ. ანუ არაკომერციულ შემთხვევაში თავისუფლად შეიძლება ფასს და თვითღირებულებას აღარ მივაქციოთ ყურადღება და ნაყიდი ბიოპრეპარატებით ვიმუშაოთ. მით უმეტეს ინტერნეტში ბევრნი არიან ბლოგერები, რომლებიც ეწევიან რა სამრეწველო ბიოპრეპარატების რეკლამირებას და კონკრეტულ სავაჭრო დასახელებებს გისახელებენ, რომელი პრეპარატი უნდა გამოიყენოთ. ის პრეპარატები შეიძლება საქართველოში არ არის, მაგრამ გამოწერა შესაძლებელია, შეიძლება მიხვდეთ ამ ბლოგერების რჩევებს, მაგრამ თუ თქვენი მიზანი არის სამრეწველო მოსავლის მიღება, ანუ კომერციულად მნიშვნელოვანი მოსავლისა, ასეთ შემთხვევაში უფასო ბლოგერების რჩევები, რომლებიც ძირითადად ბიოპრეპარატების რეკლამებით არიან დაკავებული, არავითარ შემთხვევაში არ გამოგარდებით. მე ვიცი, რომ ეხლა ბევრი ბიომეურნეობის მოყვარული დავაფრთხე, ვისაც მიზნად სწორედ რომ კომერციულად მნიშვნელოვანი მოსავლის მიღება უნდა, მაგრამ ბატონებო, იოლი ფაფის ჭამა ისის თუ ცხელი არ არის. ადვილად არაფერი არ მოდის, თავადაც მოგეხსენებათ. მაგრამ თქვენ შრომას, რომ საბოლოო ჯამში შედეგი ჰქონდეს, აუცილებელია, რომ ბიოლოგიური პრეპარატები, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებები საკუთარი ხელით გაამრავლოთ. ხოლო მოყვარულებს დაუტოვეთ უფლება იყიდონ ბიოპრეპარატები, თუნდაც თქვენგან და ისე მოიყვანონ მოსავალი. თუმცა ბიოპრეპარატი საკუთარი სახლში, საკუთარი ხელით მომზადებას არავინ დაგიშლით, მაგრამ იცოდეთ, რომ თუ გასაყიდად დაამზადებთ, ეს არის ლიცენზირებადი საქმიანობა და აუცილებელია, რომ რაღაც პირობები დაცული გქონდეთ თქვენს მეურნეობაში. ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ.